აგერ მოვილიეთ ახალი წლების, ასე ვთქვათ, პერიოდი და შეუდექით საქმიანობას. კიდევ ერთხელ გესალმებით, მე და გიორგი და ჩვენი ბასრი დისკუსიების მესამე ეპიზოდია თუ მეოთხე? მეგონი მეოთხე. ხო, მეოთხე ეპიზოდს წერთ და რა თემაზე არის, აგერ ბატონი გიორგი გვეტყვის ჩვენ დღევანდელ თემას. მოგესალმებით. თემა არის ის, რომ წინაზე აგითხარი მიხეილ და მე მეწყინა რომ მითხარი, რომ შენ უიაფიან დანებს არ აყიდულობ. გასაგებია. გულზე მომხვდა რა და რომ გამიხილავდი თუ რაზე გადაგვეღვიდო, მე ვუთხარი რომ იაფიან დამავალე მეთქი და შევარჩევ იაფიან დანებს მეთქი რა და ესეთი ზღვარი დამიწესა 350 ლარამდე, რომელიც დანას ავიღებდი კოლექციაში. წინაზე ვთქვი და მე მგონი მთავარი განსხვავება ის არის, რომ უბრალოდ მე ვაგროვებ ცოტა დანას რა და ძალიან იშვიათად რომ შედარებით რაღაც ბიუჯეტური, ამ განსაკუთრებულად უნდა მომეწონოს, რაღაც ხოვნა უნდა ის უნდა იყოს, რომ განსხვავებული რომ კოლექციაში დავდო რა და მაგიტომ არის რომ თქვათ ამ იაფიანი ცუდა ჭირს ბიუჯეტური. ხო, კი, იაფიანი ესე იგი ფარდობით იცნება. ხო, ბიუჯეტური. როგორც ხელფასი აქვს მაგდან. კაი, ხო და ნუ შედარებით ბიუჯეტური დანები რომ შემერჩია 350 ლარამდე და მოვიდი 3 დანით. ასული ვიყავი და სხვათა შორის ძალიან გამიჭირდა. მოლში ვიყავი ასული ადგილზე რომ შემერჩია ეს გახსნილი დანები და ძალიან გამიჭირდა შეჩვევები და ძალიან დიდი არჩევანი არის კაი დანების. კი, არა, განსაკუთრებით აი ბოლო ეხა ეს ახალი კაიზერის ნამატმა ჩემზე ძალიან ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგაზე წოდროს ვისაუბრებ, ძალიან მომეწონა რაღაცა მოდელები და ბევრი კაი რაღაცებია რა უკვე რა რაც ართულებს არჩევანს ნამდვილად. მეც ანალოგიურად ასე ვთქვათ, საპასუხო დავალება მომცა ბატონმა გიორგიმ, რომ აი მიდიო და 3 დანა შენ შეარჩიო 1500-დან 2500 ლარამდეო ბიუჯეტშიო და მოკლედ დავიწყებთ აგერ ეხა საუბარს. პირველი მეთქვა? პირველი კი. კი, შენ თქვი. კაი. მოდი მაშინ დავიწყებ, CV-ით დავიწყებ. ეს CV არ იყო ჯერჯერობით კანდიდატი, მაგრამ მოლში შევარჩიე კაიზერის ოქტომბერ მინი. ძალიან მომეწონა ეგ მოდელი, ვინ იყო დიზაინერი? დიმიტრი ოსარენკო. დიმიტრი ოსარენკო. ძალიან მომეწონა, მანამდე არც ქონდა შემჩნეული და როგორც აღმოჩნდა, აქ არ ქონია ბახთრინოზე და მაგის მერე შევარჩიე CV Q+ ოსტაფელის დიზაინით და გავხსნი მიხეილ. შენ სხვათა შორის ვერ შეამჩნიე, რომ წითელი კლიპს ეკეთა. ეს რა. ჩართული იყავი რა და ამდანით გავხსნი რა. ვიჭო ის. შენ უკვე საშიშნივთებ და მაგარი. აიძალე. შაურმის დანა გააზრო. მაგარი რამეა ესე რა. ამაზე ვისაუბრებთ მერე. ო და ოსტაფელის და ამდანას დავდებდი პირადად მე კოლექციაში. ძალიან მიყვარს ეს დანა. სხვათა შორის თავიდან არ მიმიქცევია ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ ოსტაფელის პატივსაცემ და ძალიან ბევრი კაი მოდელი აქვს და რაღაცა განსხვავებულია და ამ განსხვავებულობასაც პატივსაცემ. შევამჩნიე ერთი კოლექციონერისაგან, რომელიც არჩევდა მთელი წელი დანას და ძალიან ბევრი დანა გამოცვალა. შეიძლება შემჩნეული თქვონდეთ, რომ პერიოდულობით CV-ს ბევრი დანებს დავდებდი ხოლმე გასაყიდად და რაღაცა. აი ამაზე მაქვს საუბარი. ბევრი დანა გამოცვალა, ძალიან ისეთი იდეალისტი ტიპი იყო და ბოლოს შეარჩია ამაზე, რომ ეს არის იდეალური დანაო. ნუ ჩინეთში მიდიოდა და საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ მე ჩინეთში დანები აკრძალული არ იყო რაღაც სამკაცრიო და ბოლოს ეს დატოვა. მაგრამ ნუ ეს დანა შეარჩია, ძალიან დიდი ყურადღება მივაქცია და მაგის მერე შემიყვარდა კიდევაც სიმართლე გითხრა. ძალიან კაი ერგონომიკა აქვს, ძალიან კარგი გეომეტრია აქვს, გახსნაც გასართობი არის, ესეც იხსნება, უკიდანაც იხსნება. თავისი განსხვავებულობიდან გამომდინარე, პრაქტიკულობიდან გამომდინარე, დიზაინსაც რომ პატივს ვცემ, ერთი წამი უნდა დაგტოვო, გააგრძელე და რა უბრალოდ ის მინდა რა. აი ამ დანაზე შევაჩერე ერთ-ერთი არჩევანი, რომ აი ამ დანას დავდებდი სიამოვნების კოლექციაში. გავჭრათ? კი, რა, ანუ ბევრი წამოვიღე. ბატონო, იმიტომ რომ ფურცლებით ვჭრათ, ისე შეიძლება ფურცლებს გავერთოთ ხოლმე. კი ბატონო, რა, ეს ქართული ლესო არის წვეტიც, აი რაღაცა რო იყოს, ყუთი გასახსნელი რო იყოს, ესე ხელის მარტივი ფორმით, აი შეხედეთ როგორ ეს არ გჭირდება და რაღაცა რა, ძალიან მაგარი რამე. შესაბამისად, ჩემი ერთ-ერთი ხმა და პატივისცემა ოსტაფელის Q+, ამის პატარა მოდელიც არის. უნდა დავამატო რა. აი ესეთი კლიპსა, ანუ რა ქვია მას, ჰორიზონტალური, არა, ენახე რა, ანუ ეს კლიპსაზე რა, როგორც ჯერ წვრილი კლიპსა არის, ანუ deep pocket clip არის, ანუ თვითონ ეს
ფურნიტურა ვინტების რა, ანუ ოსტაფელის დიზაინი, ანუ აი მინიმალიზმი რა და ისეთი აკურატულადაა გაკეთებული, რომ ძალიან მაგარია რა და მართლა CV-ს კაი შესრულება თან, იმიტომ რომ არის ხანდახან კოლაბორაცია. კი, არის განსაკუთრებით ხა არ მინდა ბრენდები და რა საკაიფო ჭრის. უი ეს რომ იმიშვა ეხა დავჭრები. ფურსლიშა დავამატოთ მე. ვა, ნიტროვი არის რა, ნიტროვი არის. ნიტროვის ტყუილა არ ხმარობს NASA ამ ბოლო პერიოდში. კაი რამეა. კაი. მიდის, ეგ იყო ერთი ჩემი. ხო, ეხლა რა შეეხება ჩემს რჩეულს სუფთავეთო. მოდი ამას გადავყრი უცბად ერთი წამი და დავიწყეთ. მე ჩემი და მაიკროტეკის ურთიერთობა ბევრმა იცის რომ დიდად არ ვგიჟდები მაიკროტეკს. მაგრამ ჰერა 2 რო გამოვიდა ეს მოდელი არის ჰერა 2. თან მომხვდა თვალში ის რაც მე მიყვარს რა რომ არსად არ ჩანს არაფერი ვინტები ანუ აი ძალიან დახვეწილი არის ჩემი აღქმით მომწონს აი კლიპსა რომელიც სიმართლე გითხრა კითხულობდი წეგან არ ვიცი როგორ უნდა გადმოიტანო აქეთ ხარეს მაგრამ სავარაუდოდ რაც თავისი ჩვეულებრივად ხო ანუ ნუ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რეკურვამ რა მე მიყვარს ძალიან რეკურვა მიუხედავად იმისა რომ ამის სიგანე დანისპირის არ არის იმხელა რომ თქვა რაღაცის გატყავებაზე იფიქრო ადამიანმა ნუ მაინც რა ვიცი რა რეკურვა ჩემთვის საინტერესო ფორმაა ვინც არ იცით რეკურვა რა არის აი ამას მოღრუტნულს ასე ვთქვათ პირის ესეთ შიდა კარლი რო არის დანისპირზე ხო ნუ თვითონ ზომით ჰერასთან შედარებით ჰერა 2 არის უფრო დიდი ანუ ძალიან აი ეს ხმა აი ხმა აქ და არ ვიცი აი თუ ფრონტალურს თქვათ ავიღებდი ამას მე ავიღებდი რა ძალიან მომეწონა მოკლედ ნუ ახალი თავობა არის ბევრად რბილად მუშაობს წინა ვერსიებთან შედარებით კლიპსები ძალიან მომწონს მაგრამ სიმართლე გითხრა რამდენიმეჯერ ვცადე და ცოტა რაღაც არ ამეკომფორტულა ამ კლიპსების გაკეთება ძალიან ლამაზი არის ბევრად ლამაზი არის ხო ცოტა მთლათის არ არის რა ქვია მეც გავიკეთე წეგან და ეს კარგად კლიპს ეს ძალიან კარგი. უნდა შენ აი ამ შარვალზე მე რომ ცოტა ისე და უხეშად დამაჭდა. მაგრამ ნუ ბევრად უხეში მახსოვდა სხვა მოდელზე. კაი. M390-ით, ნუ არ ვიცი რა, ძალიან ისეთი საინტერესო არის, ანუ ვეტევი ბიუჯეტში 1650 ლარი ღირს ეს დანა ჩვენთან და ნუ ჩემი პირველი დანა ჰერა 2. დადებდი კოლექციაში. კი, ანუ სიამოვნებით რა. შემდეგი ჩემი გადამწყვეტი ფაქტორი იყო ეს რა, მოკლედ ვინტები რო არ აქვს. კი, მაგ ლამაზი არის. ფოტოშოპს არ დამიშლია ეგენ და მაინტერესებს ერთი ეს დაშლის თემა. სხვა მოდელებიც ეგრე არის, ვინტოები როგორც ზოგიერთი და მე მაგასაც გავაზიარებ ერთი როგორ იშლება. კაი, შემდეგი არის petrified fish, მიხეილ. მე ცოტა მშრალად ვიტყვი ხოლმე, შენ თუ რამე საინტერესოს დამატებას გადაწყვეტ, მე დავამატოთ. გაქვავებული თევზი. კაი, ხო? ვინტები ცუდი არ არის, კაიზერზე ვიცოდი ხოლმე, აი petrified fish-იც აყოლებს სათადარიგო ვინტებს. ნაჭერით საინტერესოა და El Camino. ჯერ როგორი სახელი აქვს. ამან რა დაგიშავა? მაგარი სტიკერია ამ თევზის თვითონ. სტიკერი არა. El Camino არის არსენ არსენიანის და petrified fish-ის კოლაბორაცია. სხვათა შორის, ხო, ეს სანამ გამოვიდოდა, სანამ ცნობილი გახდებოდა, მანამდე ვიცოდი, არსენამ გამიზიარა თავის ეს რო აპირებდა petrified fish-თან კოლაბორაციას. რო შემხვდა მე ეს და ხელში რო დავიჭირე, სიმართლე გითხრათ, ძალიან მოვიხიბლე. მე მიყვარს პრაქტიკული დანები. რაღაც განსაკუთრებული უნდა იყოს, რომ აი პრაქტიკულობაზე თვალი დაუხსნო და სხვა რამებმა გადაწონოს. და ამ შემთხვევაში აი ეს დანა სახელთან ერთად იმას რომ ჩვენი მეზობელი არსენას დანა არის საოცარი პრაქტიკული დანა არის ხელში საოცრად კარგად ჩდება დიზაინერს პატივსაცემთ და ჩვენებური არის და ჩვენი მეზობელი არის ვიცნობთ აქაც ბევრჯერ არის ნავყოფი და აი ეს ფრონტ ფლიპერის ძალიან დიდი მოყვარული ვარ მე ძალიან კაი სიამოვნებას მაინტერესებს ხოლმე ეს გახსნა და აი ამ დანას სიმართლე გითხრა არ მინახავს custom-ებს თუ აკეთებს აი custom-საც ალბათ სიამოვნება არა არის კი მე მგონი ოდნავ დიდი არის და სახელი სხვა აქვს სახელი სხვა კი ერთი წამით უკნიანაც საოცრად ძალიან კაი გასართობი დანა არის ძალიან კარგი შესრულება არის petrified fish-ის მიხეილ და აი ამ დანას
ამ დანაზე მე უფრო ბევრს ვიტყვი და რატო დაბადების დღეზე 15 დეკემბერს მქონდა დაბადების დღე და ბიჭებმა ჩემმა თანამშრომლებმა ელ კამინო მაჩუკეს წითელი ფერში, წითელი შავი პირით, იმიტომ რომ იციან რომ ვაგროვებ წითელს, ასე ვთქვათ, წითელ დანებს და არ ვიცი რა, ანუ როგორც ფიჯეტად, ანუ მე ჯერ გამოყენებით არ გამომიყენებია, მაგრამ იმდენად მსიამოვნებს. თან მინდა ვთქვა რომ ანუ ამ ბოლო დროს ჩინურ დანებზე იშვიათი გახდა N690 ფოლადი. და აქ გვაქვს ბეოლერის N690, რომელიც ძალიან კარგი თვისებებით გამოირჩევა და აქვე ვიტყვი რომ მოკლედ კომენტარებში ძალიან ხშირად არის მოთხოვნა ფოლადებზე საუბრის. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ანუ სანამ ესე ფოლადები, კონკრეტულ ფოლადებზე ვისაუბრებთ, გავაკეთებთ გადაცემა, სადაც ფოლადის თვისებებზე და ზოგადად რაცა დანის შერჩევის პრინციპებზე ვისაუბრებთ და ნუ ეს პატარა ჩანართი რა. მოკლედ თვითონ ის ფაქტი რომ ჩვენს მეზობლად ანუ არსენ არსენიანმა მოახერხა რომ ორ ძალიან მაგარ კომპანიასთან, კაიზერთან და პეტრიფაის ფიშთან აქვს კოლაბორაცია, ამით ფულსაჩვეულობს პოპულარობასაც და ცნობადობასაც, ხო? ავი მე ვთვლი რომ ეს უნდა იყოს რაღაცა დოზით სტიმული, რომ ანუ შესაძლებელია რა. ეგ უნდა მეთქვა მეც რომ შესაძლებელი არის მსგავსი დანების კეთება. არ არის საჭირო ძალიან მაღალი ტექნოლოგიური ცენზზე დანადგარები, და ორი არის მოხერხებულება და საქმისადმი გულიანი დამოკიდებულება. კი ბატონო, და რა ვიცი, ოსტატებო, ვისაც შეგიძლიათ რაღაცის დაპროექტება, დახატვა, ინჟინრულად ამის აწყობა, ანუ თუ თქვენ არიცით, რა ვიცი, გეტყვით, რომ განსაკუთრებით ჩინური კომპანიები არიან ძალიან გახსნილები მაგ მიმართულებით, მეილზე შეგიძლია მიწერო და დიდი შანსია რომ მოეწონოს და დიზაინი შეისყიდონ რა. დოლარზე ის გამახსენდა. ბუხლერი, კი, ზვიგენები და მე რაღაცა ვეშაპიც იყო მე მგონი. კი, ნამდვილად. კი და კაცმა არის ეს კიდე რა იყო. ეგ ცალკე თემაა კიდე რა, რომ პეტრიფაით ფიში სხვათა შორის მაგით არის ცნობილი, რომ ანუ ისეთი ურთიერთობა აქვს ბეოლერთან ძალიან კარგი, ანუ ძირითადად კაცსაც ხმარობენ ეგენი, ანუ ბეოლერის დეოს. ასათი? კი ბატონო. და ნუ ნამდვილად ფოლადთან კარგად აქვს ურთიერთობა, ხალხურ კვალობაზე რისი თქვა შეიძლება, წრთობაც კარგი აქვს და საკმაოდ ნორმალურად ლესავენ კიდევაც ხალხურ პირობებში. შანგაიდან არის მიხეილი. გამიგვირდა ეს დანაშე რო შეარჩიე, მაგრამ მე ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ მე მაქვს ეს დანა და დაემთხო. გადავედი ეხა რა დანაც უნდა გაჩვენოთ. ეს დანა აი ორ შვილს ვიცავარ, მართლა ისე მაქვს რა, ოცნების დანასავით მაქვს რა. გიждები ამ დანა და ჭკუა მეკეტება რა. Custom Knife Factory და ანტონ მალიშევის კოლაბორაცია Vexsha HD. ამ დანას ყავს, ასე ვთქვათ, უმცროსი ძმა Vexsha და ბიძაშვილი Sokosha, მაგრამ იმეებზე არ მაქვს ესეთი ემოცია, როგორც Vexsha HD-ზე რა. მოკლედ ორი სიტყვით მასალებზე ვთქვათ რა, ტარი ანოდირებული ტიტანი, ტიმასკუსის ჩანართებით, ფოლადი M398, ნუ არ ვიცი, M398 არის Bentley ფოლადებში. ამ ადამიანის დიზაინები, მალიშევის დიზაინები, ზოგადად მე ძალიან მომწონს. ამ დანის ინსპირაციის წყარო იყო საბჭოთა კავშირის დროინდელი ბელკაც, ლისიჩკაც და პანტერას. ანუ სამივე დანიდან აქვთ რაღაცა აღებული. ბევრი იძახის ხოლმე რომ ბელკა არ არის ეს მარტო ბელკა, ანუ სამივე დანა აქვს აღებული. ძალიან მომწონს ეს ტიმასკუსის კლიპსა და მისი გადაწყვეტილება, რომ ანუ ძალიან მარტივად შეგიძლია მეორე მხარეს გადაიტანო. ანუ სრულფასოვანი სამუშაო დანა არის და თუ გაქვს არც თუ ისე რა ვიცი ხა კი ძვირია როგორ არ არის, მაგრამ მე ვთვლი რომ ანუ აი ეს ფასი ხა ჩვენთან დაახლოებით 2500 ლარამდე ღირს ეს დანა, ანუ მაგხელა თანხებს იხდიან სხვა დანებშიც ადამიანები და არ ვიცი, ნუ ამაზე ვგიჟდები რა. არ ვიცი, ცოტა არ იყოს და მავიწყდება მე აქ უკვე რაღაცა პოლიტიკა, რუსები და ასე შემდეგ. ძალიან მაგარი დანაა ძმაო რა. მაგაზე მე ცალკე ვისაუბროთ, იმიტომ რომ კომენტარებში არის ხოლმე ხანდახან რომ აი რუსული დანა და მოყვება ხოლმე ბევრი უარყოფითი რა და ამ კომენტარებში კიდე თუ ვისაც ეს რაღაცა ცუდი რაღაცების წერა გევასებათ,
არ ვიცი, რავი, აი მეგობრულად გთხოვთ, რავი, რაღაცა სხვა საქმე მონახეთ და აქვე გეტყვით, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჩვენი სტიმული. ეგ არის, რომ ანუ ვიცოდეთ, რომ თქვენ მოგწონთ, რასაც ვაკეთებთ და თუ ეხა ძალიან არ მოგწონთ, დავიხურავთ კუც და წავალ სახში, არც ეგ არ არის პრობლემა. აბა მე შეიჭდიზე შენი მოსაზრებაც. მომწონს ძალიან. თიმართლე გითხრა, მე ვეძებდი, ოღონდ წინავე ქშას ვეძებდი და აღარ გამოდის ის იმას ის ბელკაც იკითხება იმაზე რაღაცა დაზოლილი არის და ბელკაც იკითხება და მაქვს რა ეს ნოსტალგია იმ რაღაც ბავშვობასთან იქ რო გავიგე პირველად ლისიჩკა და რაღაცა ჩემთვის ის იყო დანა და რაღაც საოცნობოდანა იყო რა და ესეთ მაღალი შესრულებით სიმართლე გითხრა ვიქონიებდი კოლექციაში. ოღონდ ჯერ პირველი ის მაქვს გულში. თუ ჩამივარდა, შეგაწყვეტინა რა ბავშვობაზე გამახსენა. შემთხვევით ხო არ გენახია აკახიშტანის დასაკეცი ვერსია რო გამოუშვა ეხლა რუსებმა. არა. დასაკეცი ხიშტი. ძალიან საკაიფო რაღაცა. ტარი იჭმევა? მართლა კაი რამე გავაკეთე, იმა გააკეთა რა, პანამარიო ვიროა რა მაგან რა. კი ბატონო. ხიშტანაზე მე ძალკე ხوار დავწეროთ ლეგენდები. ხო, ანუ კი. ტარი რო იჭმევა და კიდე რო გადმოვარდა რა ქვია, ვერტალვეტიდან და მაგით რო გადარჩა და ასე შემდეგ. რო ტყდება, მაგი პლუსი რატო არის, მაგასაც მე ვიტყვით. კი ბატონო. კაი. კი ბატონო, შვენიერიდან არის მიხეილ. თან კაი შესრულებით არის ეს სტანდარტული შესრულებით არის, ტიმასკუსის ჩანართებით არის. სტანდარტულში აქ რომელს კარბონი არის, კრისტალტი არის, ესეთი მაგ კრისტალტით, კარბონით ნანახი. ხო, ნუ ტიმასკუსი უფრო ზოგადად შესრულებით არის და ვთქვათ, ნაკლებად ხელმისაწვდომი. ნამდვილად. აბა, თქვენი ბოლოდან დღეისათვის. კაი. ნუ ენდრიუ დემკოს AD 15. სიმართლე გითხრა საერთოდ არ მახსოვდა ეს და მით უმეტეს ამ ბიუჯეტში რო იყო. ორი ვერსია გამოდის ხოლმე ამისი. ეს 35 ფოლადზე რამის ორმაგი ფასი აქვს, რა ძვირი არის შედარებით. ნუ მე ძალიან პატივს ავცემ კოლ სტილს, რომ ძალიან ადეკვატურ ფასებად, ძალიან მაგარდანებს აკეთებენ და ეს ფასი ამდანისათვის იდეალური არის. კაი გამახსენე, იმიტომ რომ AD 10 მაქვს და 15 მინდა. და კაია რომ გამახსენე რა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი საკოლექციოა. კი, ნამდვილად. გავხსნა? აბა რა, ნახე რა ეფექტია. ერთი წამი მანახე, აქ რა წერია? ამაზე. კალაშნიკოვი, რა მოდელია კალაშნიკოვის, ავტომატ კალაშნიკოვი. რა, აი, მოკლედ ისე ამით მართლა კაი ჰოთ-დოგის ან ბურგერ, დიდ ბურგერს შუაზე რო გადაჭერე რა. მაგარი რაღაცა რა. თეორზე. აიტა. ძინი არ არის თქოს ფოტოში. ხო, ჩაჭირა. ეს CV არ არის სიმხელადან. ხო, მაგაზე მოვატრო და არ არის. მოვატრო და ვისაუბრე. მაგას ბევრი გვაქვს ასაუბრო და არ ვიცი ერთ ვიდეოში არ გამოვა საუბარი. პერიოდულობით ხო რაღაც მოვიფიქროთ რაღაც, ცალკე ვიდეო შეიძლება დავუთმოთ და რაღაცნაირად რაღაცას ხო, ეგ არის გადასაწყვეტი, რომ ანუ რანაირად მივაწოდოთ ჩვენ მეგობრებს ეს ინფორმაცია, რაც შენ გადაგხდა და რაზეც რეალურად მუშაობ ქვია რა მაგას. ბატონო, და მიუხედავად იმისა, რომ რამდენი მოხდა დაღეჭილი, გადაღეჭილი და ნასაუბრები, მაინც ბევრი ვერ ხვდება ხოლმე ზუსტად რა არის და როგორ არის რა და რაღაცა მოსაფიქრებელი არის, რომ კარგად მივაწოდოთ ეგ ყველაფერი კიდე. ენდრიუ დემკოს აი ესეთი შესანიშნავი ნამუშევარი და კოლსტილის შესანიშნავი შესრულება. სკორპიონ ლოკი არის, სხვა დანებზე შეგხვედრია სკორპიონ ლოკი. ვერ ვიხსენებ. მე მგონი არა. მე ადრე ვეძებდი. და რაღაცაზე შემხვდა და მაგას მე შემდეგ ვიდეოში ვიტყვი, იმიტომ რომ რაღაცა დავაც ქონდათ რა მაგაზე, რა ვისია და რა, კი. მოკლედ ძალიან განსაკუთრებული ჩამკეტი მექანიზმი არის. ეს დავამატებ კიდე ჩამკეტ მექანიზმებზე, რა მილიონი ჩამკეტი მექანიზმის მოფიქრება შეიძლება, 1000-ნაირი შეიძლება მოფიქრება. მთავარი არის გააკეთო კომფორტული, მუშა და დროში გამომდგარი. აი ეგ არის მთავარი. თორე დანარჩენი იქიდან ჩაკეტავ, აქედან ჩაკეტავ, იქიდან ყველაფრის მოფიქრება შეიძლება და ყველაფერი არ არის კაი მოგონება. აი ეს სკორპიონ ლოკი, აი ეს იდეა არის სკორპიონ ლოკი, აი ეს იხსნება და აი ეს ამოღებული რო აქვს, მაგაში ჯდება დანის პირი და იკეტება. შესაბამისად ეს თუ ზემოთ არ აიწია, უკვე დანის დაკეტოს ხელს უშლის. ძალიან მაგარი დანა არის. განსხვავებული ემოციას იწვევს, გინდა რომ რაღაცა ესე მოჩიჩქნო, რაღაცა ლუკი ახადო, აი ეგეთ ემოციას იწვევს და აიცადე მექანიკაც შვენიერი. აი ესეთი მასიური დანისათვის ცოტა პატარა ხელის მიჩვევა უნდა და კი. ძალიან მაგარი დანა არის. ანუ ერთი შეხედვით რა, როდესაც აი ამას ხედავენ ადამიანები, გონიათ რომ ეს შეიძლება იყოს სუსტი მექანიზმი. არა და ეს არის აი რა ვიცი რა ტრიადლოკთან ერთად
ერთ-ერთი მართლა უდიდეს დატვირთვებს რო უძლებს ისეთი ჩამკეტი მექანიზმი და ასევე ორიგინალურობიდან გამომდინარე ძალიან ხშირად არის რომ ბევრი მაგარი დანამინახია მაგარი რა ანუ ვიზუალურად მაგარი რომ აი რაღაცა ძალიან ნაწილები აქვს და საოცრად გამოიყურება მაგრამ ნუ ვერ იხმარ რა და ეს ამავდროულად არის აი ჩვეულებრივი ინსტრუმენტი და თან საკოლექციო ნივთი აუს 10-ია კიდე ნამდვილად არ ჩამოუვარდება იმდენად ეს 35 ვინს რომ ორჯერ არა შენიერი მით უმეტეს ამ დანისათვის მაგალითად მე ცალკე მოგვიწევს საუბარი აი ესეთი ვირული სამუშაოების დანებისათვის რომიგისათვის მათ კიდე უფრო ნაკლებად წარმოჩინდება და მნიშვნელოვანი არის აი ეს რაღაცა ფხვნილოვანი და რაღაც ფოლადები ანუ სხვა რეალურად რაღაც მოხმარებაში შეიძლება ძალიან ცუდად თუ დაინახოს რა და ჩამკეტ მექანიზმს რაც შეეხება ну აი ისე არის ჩაკეტილი რომ ფაქტიურად საიმედოობაზე რო ვისაუბროთ თუ რამე დეტალი არ გატყდა ხო აქ გამორიცხული არის რომ ამდანამ დაგაღალატოს ავიც ნამდვილად მაგარი არჩევანია ბატონო გიორგი ენდრიუ დემკო ცალკე მართლა ისეთი ტიპია რა რომ პიკი ქონდა კოლსტილში დემკოს ვიღაცებს შეიძლება ეწყინოთ იმიტომ რომ ეხა აგზელებს ეს ადამიანი სხვადასხვა ბრენდებთან თანამშრომლობას მაგრამ ნუ მე ვთვლი რომ ავიც არ უნდა წამოსულიყო კოლსტილიდან თუ ქონდა მაგის შანსი და ჩემი დღეისათვის ბოლო დანა სანამ დანაზე ვისაუბრებ მინდა ვთქვა რომ ეს დანა არის სულ 100 წელი გამოშვებული ამ 100 წელიდან 3 წელი ბატონ გიორგის ქონდა ეხლა ეგ მაგდენი არ წამიკითხია უნდა წაიკითხო ესე იგი პროტეკი რანტ 5 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი კასტომი მაგნაკაძე ორმაგი DLC დაფარვით ტარი, ანუ როგორც წესი ტარი არის ხოლმე რანტებზე ალუმინი და ამ შემთხვევაში ფოლადი გვაქვს და DLC-ით დაფარეს. მეც არ ვიცოდი დღეს წავიკითხე რომ ბატონი ვატენბერგი ვინც არის პრეზიდენტი პროტეკის მისი უშუალოდ გაკეთებული და პროექტებული პირველი მოდელი ყოფილა რანტი 1999 წელს რო დაუპროექტებია და იმის მერე მოდიფიკაციები არის 1 2 3 4 ეს რანტ 5 არის რა უკვე რა და ძალიან მაგარი დანა არის. საოცარი ავტომატი არის. ჩვეულებრივად შევადაროთ მოდელი. კი ბატონო, შევადაროთ და აი აქ ზუსტად ის სიტუაცია მაქვს რომ არ არის აი ეს ფასი რა სხვაობაც არის customs და ჩვეულებრივ შორის მე ძალიან მიმაჩნია რომ ძალიან მისაღები არის რა 1500 ლარი ღირს ეს custom-ი რომელიც არის 100 წელი რა სულ რა და არ ვიცი ამავდროულად ამდანაზეც არის გამოცდილება რომ ცივი იარაღად არ ითვლება ქართული კანონმდებლობით ასე რომ ხო თვითონ პროტეკის სათაო ოფისი არის კალიფორნიაში და კალიფორნიის კანონმდებლობა არის ამერიკაში ყველაზე მკაცრი და მაგიტო არის ზუსტად ის ზომა გაკეთებული რომ კალიფორნიის კანონმდებლობით 1.5 ინჩი პირი ჩაეტიოს აი ჩვეულებრივი რანტი და არ ვიცი ჩვეულებრივი ძალიან მაგარია უფრო მსუბუქია ჩვეულებრივი და ალბათ ყოველდღიურად ჩვეულებრივი შეიძლება ჯობდეს მაგრამ ნუ მე ძალიან მოვიხიბლე და მოკლედ ჩემი ბოლო დანა არის ფორმოსული მიხეილ. აბატონო, არის თუ არა ეს დოკუმენტი? არის თუ არა ბილეთი. დასკვნა რომ ცივი იარაღი არ არის ეს კონკრეტული მოდელი. თამამად შეგიძლია ჯიბეში ჩაიდო, დასკვნა რაღაცნაირად. ექსპერტის დასკვნა. ეს დაგიქსეროქსებთ. ხო და იმოზრაოთ გრანტით. ანუ აი ესეც ისევ იმ თემას ვიმეორებთ, მოკლედ არის რა ჩვენ კანონში რაღაცა მომენტები და რაღაცა დანებზე დასკვნები გვაქვს. სიმართლე გითხრათ დავფიქრდი რომ მითხარი რომ შენს ადგილზე დავიტოვებდი კოლექციაშიო. ნუ ამდანას გადავდებ, ოღონდ კოლექციისთვის კი არა, რომ აუცილებლად ვიარო და ძალიან მაგარი არის, მაგნაკათი არის, ძალიან პრაქტიკული პირი აქვს ერგონომიკას და ავტომატურის რაღაცა იმ ყურვილისაც გიკლავს რომ ესეთი მაგარი ავტომატური დანა გაქვს ჯიბეზე. აი მას ნამდვილად გადავდებდი და კოლექციისთვის დავფიქრდები. წერა შენ თვითონ აღნიშნე რა ხა ამ კონკრეტულ მოდელზე ხა ავტომატებს შიგნით ჩაიბები არა აქ რა სხვა კონსტრუქციით არის და მართლა წესიერად თუ საშვილიშვილოა რა რა უნდა მოვიდეს ხა ამას რა ეს stainless steel არის თან ფოლადი. კაი, შესანიშნავია. დავამთავრეთ? დავამთავრეთ კი ბატონო, დავამთავრეთ. არა, მაიცა.
კითხვა ესე იგი, როგორი სიტუაცია არის რა, ანუ ვიდეოების კომენტარებს ვკითხულობთ, შეძლებს დაგვარად, იქაც გცემთ პასუხს, ეს ყველაფერი დასახვეწი გაქვს ცოტა და რაღაცა, როდესაც ისეთი კითხვა არაზე შეგვიძლია, რომ ესე გაგცეთ პასუხი, გაგცემთ ესე ვიდეოთი და ეხლა წავიკითხავ მომხმარებელმა YouTube გამომწერმა მოგწერა ესეთი შეკითხვა. მადლობა მოგვიხადა და კითხვა არის შემდეგში. Kaiser Dogfish-ზე თუ იტყვით ერთ-ორ სიტყვასო და თუ მირჩევთ პირველი დანისთვის Spider-Co Dragonfly ორი ჯობია. Kaiser Dogfish-ი თუ CVV Baby Panther-ი ყოველდღიურობისათვის. ესეთი საართული კითხვა არის მე. ნამდვილად მე ჩემ პასუხს ვიტყვი აქ რომ პირველი დანის ცნება არის ცალკე განსახილველი რა, ანუ როდესაც პირველად ყიდულობ, ეგ არის კიდე გამოწვევა, ეგ არის გამოწვევა, რომ ანუ აი ამ მომენტებიდან, აი რაც აქ არის რა, ჩამოთვლილი რა, მაინც ამ შემთხვევაში პირველდანაც მე Baby Panther-ს ავიღებდი რა. ეგ უნდა მეთქო, ფეც Baby Panther-ს შეიძლება აიღებდი. ერგონომიკა, მოხმარება, ანუ აი რაც პირველ ჭრა, ანუ ყველაფერი ისე აქვს, რომ მარტივად აღქმადიდანა არის და მასალებიც მისაღები არის, ავიცი, ყველაფერი ჯდება ყოველდღიური იდისისთვისაც იდეალური დანა არის რა. დაშვება flat grind-ი არის, ანუ იქ Dragonfly-ს ცოტა გვიყვარს ორივე Dragonfly, Dogfish-ი Battle Locks-ი არის, მოკლედ. მე Baby Panther-ს ავიღებდი, თუმცა რთული დავალება არის. Dragonfly სიმართლე გითხრა მირჩევნია, მაგრამ პირველდანაც ალბათ მაინც Baby Panther-ს მოსინჯავდი. ფიჭეთადაც კარგი არის. ბევრნაირად ძალიან კარგად იცნება. ცივი არაღი არ არის, ეგეც მაგის დასწრება. აი გამოვჭა, რაც არის ეგეც დღესდღეობით რეალობაში. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგეც. Dogfish-ს ალბათ მესამე ადგილზე დავაყენებდი. თუმცა კაიდანა არის და დასაფასებელი არის რა ფასში როგორი დანა გააკეთეს Kaiser-მა. მაგრამ რაღაცა გამორჩეულები არიან რა Dragonfly და Baby Panther. Dogfish თვითონ Kaiser-ში მე პირადად ბევრი და მოდელი მირჩევნია. ხო, მაგის თქმა მინდა რომ ანუ ესენი გამორჩეულებია და მსგავსი შესრულებით Kaiser-ს და სხვებსაც ბევრი აქვს. ანუ ორივე გირჩევთ მეგობარო რომ Baby Panther-ით თუ დაიწყებ კაისიზა ნამდვილად. თუმცა მაინც ყოველთვის ვიძახი რომ ინდივიდუალური არის ეს თემა და ჯობია რომ ადგილზე ხელში გამოცადოთ, გახსნათ, დაკეტოთ დანა და იმის მიხედვით გადაწყვეტოთ დანას რო აიღებთ, ის ხვალეც უნდა მოგეწონოთ და ზეგაც უნდა მოგეწონოთ და არ უნდა თქვათ რომ აი ის უნდა ამეღო. შესაბამისად ყველაზე კარგი მაგისთვის არის რომ ხელში ნახოთ ხოლმე დანები. მე ვთვლი რომ ის უნდა ამეღოს მომენტი მე პირადად მეხმარება ხოლმე რა, ხო იცი რაღაცას რო შევიძენ და რო ვიძახი ის უნდა მე მივდივარ და იმასაც ვიღებ რა, ასე რომ ეგეც შეიძლება. ავიცი, ალბათ დღევანდელი ჩვენი ასე ვთქვათ ჩელენჯი ჩაბარებულად შეგვიძლია რომ ჩავთვალოთ. ანუ მე ჩავაბარე შენ მეუნე რომ იაფიან დანები. მე ძალიან მომეწონა, აი კაცურად გეუბნები, მართლა ძალიან მომეწონა, რაც არ ველოდი, გეუბნები ცოტა სხვა დანებს ვფიქრობდი და მაგრად გამისწორდა. ლიმიტი მაქვს რა, ორი ჩემოდანი მაქვს, 5 მაქვს, ერთში 40 ეტევა. და იმასაც ძალიან დიდი სიფრთხილით ვდებ იმაშიც, მეორეში მაქვს იქ 8 ცალი ეტევა და კიდევ მაქვს ცალკე, კიდე 5 მინდა. ხო და ეს კიდე ინფილტრაციით, რომ აი ესე ვთქვათ ესე არის მოსკან და სხვა რამდენი დანა უნდა მოვაგონო ახლა. მანდაც ეგ არის რა კიდე, რა ჩვენ რო ვიყოს ქვეყანა, სადაც ანუ აი ამის წარება შეგვიძლია, ხმარება შეგვიძლია და ეს კულტურა როგორც სხვაგან არის განვითარებული, აქაც რომ მივა რაღაცა მომენტში, აი მე უკვე ბევრი რაღაცეები სხვანაირად გამოჩნდა. ეგეც იქნება აუცილებლად. აბა კარგად იყავით, მაშინ და მადლობა. გამოიწერეთ არხი აუცილებლად.